აგრარული და დარგობრივი კომიტეტის წევრები მეღვინეებს შეხვდნენ. განიხილეს ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები. კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები პარასკევს უნდა დაიწყოს, თუმცა მანამდე კომიტეტის წევრებს მეღვინეების შენიშვნები აინტერესებთ. ცვლილებები ძირითადად ტერმინებსა და განმარტებებს ეხება. მიზანი ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაა. სოფო ოხანაშვილი განაგრძობს თემას. სოფო, გისმენთ. Deputatებისა და მეღვინეების შეხვედრა შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული შედეგი დასრულდა აქამდე არსებული ორი შეთავაზება, რომლის ავტორებიც იყვნენ მეღვინეები და რომელსაც მხოლოდ იდეის სახე ჰქონდა, გადაწყდა დღევანდელ შეხვედრაზე, რომ ის საკანონმდებლო წინადადების სახით უკვე კანონპროექტში ჩაიწერება. ერთ-ერთი ეხება ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის აკრძალვას. ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება არ დაფიქსირებულა, როგორც მეღვინეები, ასევე ღვინის სააგენტოს წარმომადგენლები ცალსახად აღნიშნავენ, რომ მეზობელ ქვეყნებში ჩამოსასხმელი ღვინის სახით გადის მცირე რაოდენობა, იქ ხდება მისი გაბევრება და დახლებზე ჩნდება უკვე ქართული ღვინის სახელით დაბალფასიანი და დაბალხარისხიანი ღვინო, რაც მათივე განმარტებით პრობლემებს უქმნის, როგორც ქართული ღვინის იმიჯს, ასევე ბოთლებში ჩამოსხმული ღვინის ექსპორტს. რაც შეეხება მეორე ინიციატივას, ის გულისხმობს სავალდებულო დეგუსტაციას ყველა ტიპის ღვინოსი, რომელიც გავა ექსპორტზე, აქამდე ხდებოდა მხოლოდ ადგილწარმოშობის ღვინოების დეგუსტაცია. Ამ საკითხს ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის აკრძალვისგან განსხვავებით აზრთა სხვადასხვაობა მოყვა. მე ვერ მოვისმინე არგუმენტი მასთან დაკავშირებით, საერთოდ რას მოგცემს ეს სავალდებულო დეგუსტაცია, ანუ ამით ექსპორტი ნამდვილად არ გაიზრდება ესეთი ტიპის ღვინოების, რაზეც ვისაუბრე, მნებული ვარ, რომ შემცირდება, ვფიქრობ, რომ ეს დამატებითი ბარიერი იქნება. ქართულ ღვინოს რომ მოიხმარს მომხმარებელი, უნდა იყოს დარწმუნებული, რომ მინიმუმ დაავადების გარეშე ღვინოს მოიხმარს. რომ ეს საერთოდ უქმნის იმიჯს. საქართველოს იცით, რომ არ არის დიდი მეღვინეობის ქვეყანა და არ შეიძლება ჩვენ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ მოდი ლიბერალიზაცია მოვახდინოთ. თუმცა ლიბერალიზაცია ეკონომიკაში აუცილებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში თამაშის წესები უნდა იყოს ერთნაირი ყველასთვის. რაც შეეხება ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის აკრძალვას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. მიდგომა არ უნდა აღიქვას, არ უნდა იყოს აქებული როგორც აკრძალვა და შეზღუდვა, იმიტომ რომ რეალურად ხდება უმნიშვნელო რაოდენობის ექსპორტი საქართველოსთან და წარმოება კი ხდება ძალიან დიდი რაოდენობის, რაც პირდაპირ ზიანს აყენებს ქართულ მეღვინეობას. შეხვედრა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, მხოლოდ დაწყებითი ნაწილი იყო მედიისთვის ღია, შემდეგ კი უკვე ჟურნალისტებისთვის დაიხურა ეს შეხვედრა და დახურულ ფორმატში გაგრძელდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლება გაგვიმარტეს, მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ბაზრების დივერსიფიცირება. ისინი ამბობენ, რომ ამ მიმართულებით პროგრესული ნაბიჯები გადადგმულია და შედეგიც მიღწეულია, თუმცა მათ აქვთ ამოცანა, რომ ქართულმა ღვინომ დაიკავოს მნიშვნელოვანი და საკუთარი ნიშა, როგორც მაღალფასიან, ასევე დაბალფასიან სეგმენტშიც. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა ჩინეთის ბაზრის თვალსაზრისით და მოხარულები ვართ, რომ ეს შესაძლებლობები ვითარდება, თუმცა ეს მიდგომა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ტრადიციული ბაზრებზე უარს ვამბობთ, პირიქით, ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი მაღალხარისხიანი ღვინო გავიდეს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპული ბაზარი, იმიტომ რომ ევროპული ბაზარი მაღალფასიანი სეგმენტია და ჩვენ არ შეგვიძლია ვაწარმოოთ განუსაზღვრელი რაოდენობის ღვინო, პირიქით, ქვეყნის ორიენტირება აღებულია, რომ ჩვენ ვაწარმოოთ განსაზღვრული რაოდენობის მაღალფასიანი ღვინო. დივერსიფიცირება ჩვენი საექსპორტო ბაზრების რჩება, ჩვენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძირითად გამოწვევად და სტატიკური ბაზრებით შეთანხმებულიათ ვაგრძელებთ მუშაობას იმ მიმართულებით, რომლებიც იმ ბაზრებზე, რომლებიც შეთანხმებულია კერძო სექტორთან, აზია, ჩინეთი და იაპონია, ევროკავშირის ქვეყნები, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი განსაკუთრებით და ამერიკის შეერთებული შტატები. პრაქტიკაში იმდენი ცვლილება დავნერგეთ უკვე, რომ კანონი გაძველდა, ჩვენ ცვლილებებთან თანხმედრაში აღარ არის და საუბარი ამაზე, რომ იყოს თანხმედრაში და უფრო თანამედროვე იყოს. ჩვენ მოგეხსენებათ, ახალი ბაზრები გაგვიშთა, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ღვინის ექსპორტი და ეს საჭიროებს იმ მოქნილობას, რაც უკვე ასახულია ამ პროექტით. ვაზისა და ღვინის შესახებ კანონი მიღებული 1998 წელს, როგორც ინიციატორები ამბობენ, 2002 წლის შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილება ამ კანონში აღარ განხორციელებულა. ასევე ინიციატორები იმასაც ამბობენ, რომ გადადგმულია ერთი ნაბიჯი და აუცილებელია, რომ კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდეს თანამედროვეობასთან და რაც მთავარია, მათი განმარტებით შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირისა და ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის კანონმდებლობასთან. საკომიტეტო მოსმენები უკვე ჩამოყალიბებული ცვლილებების გაიმართება პარასკევიდან.
სოფო ხანაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.